ვეუბნები დაუშლი მეთქი ხალხო ფეხის ტკივა ვეუბნები დაუშლი თქო და შემშევი კოლექტორი და ხონა მითხრას როგორ მე არ ვიცი ამო როგორ შეაფასებდი გაგა BMW-ს ზოგადად BMW-ს ბიჭო ყლეოდა ხალხო რაღაც ხმებს გამოსცემდა თითქოს შიგნით სექსი აქვს რაღაცას გიო რა ხდება მითხარი წამებს ვიტვლედი და მინუსებში გადავიდა გამარჯობათ ხალხო შემდეგი ვიდეო იწყება სიურპრიზით მოკლედ გავაფუჭებ კარობკა მანქანის გავაფუჭე რა კარობკა არა უბრალოდ ნასოსი გაფუჭდა SMG-ს ხო და ესეთი ამბავი გვაქვს რა ძლივს ვიშოვეთ SMG-ს ნასოსი ძალიან დიდი მადლობა ფუნჩოს დაგვაკავშირა ბუბუსთან ბუბუ მე ძალიან დამეხმარა იმიტომ რომ ეხლა არ მქონდა ფული და ისე გამოვართვი რომ ცოტა ხანში უნდა მივცე ასე რომ ანუ მაგ ხალხის დამსახურება ძირითადად რომ ეხლა მიყვავს გასაკეთებლად ეს მანქანა თორე ვერ შოულობდი ვერანაირად და ძალიან დიდი მადლობა მაგ ბიჭებს ბუბუ ის არის თემქაზე რომ დაშლილები არის რომ იცოდეთ ხო ესე იგი რაც შეეხება ეხლა მანქანას მანქანა აგერ გამოვიყვანეთ არ იქოქება იმიტომ რომ ეს SMG თუ არ ჩავარდა ნეიტრალში ისე მანქანა არ იქოქება და თან თუ მანქანას არ უმუშავებს ნასოსი ვერც სიჩქარეებში თავს და ვერაფერს ვერ აკეთებს საერთოდ ამიტომ ნეიტრალში იყო ჩაგდებული და გამოვაგორეთ გარეთ ძმაკაცი დაგვეხმარა იუთუბერი რამოდენიმე დღის წინ დიაგნოსტიკა გავაკეთეთ რაღაცა აქეთ-იქით და გავიგეთ რომ 40-იანი მცველი იყო დამწვარი და პრობლემა ჰქონდა ნასოს და არა რელეც აქ ამ SMG-ს და რელეს ბრალი არ იყო ხო და ეს SMG-ს ნასოსი ავიღეთ ეხლა იაპონური ცხვირიდან არის მოხსნილი რომელსაც 80,000 კილომეტრი ქონდა გარბენი და ბიჭებთან ერთად რა აგერ დაჩი რომლის არხით 10,000 გამომწერზე უნდა ავიყვანოთ ამ ვიდეოთი სუპრას პროექტი დაიწყო დაჩიმ ვინც არიცით ხალხო დაჩის არხი იქნება აღწერაში ძალიან ზერსკი პროექტია ყველას დაგევასებათ ბევრს არ გექნება თანანახი დარწმუნებული ვარ გადადით უოჭველი აღწერაში გამოიწერეთ სანამ ვიდეო გაგრძელდება და ჩვენი სპონსორი არის Shell House-ი ჩემი პრომოკოდით შეგიძლიათ მიხვიდეთ პრომოკოდი გამოიყენოთ აკეპსარი და ჩვეულებრივ 10% დააკლდება აბსოლუტურად ყველა პროდუქტს სულ რო ფასდაკლებული იყოს მურთო რო არ მეჩვენებინა არ შემძლო მურთოს სათვალეები რო გამოიწეროთ რა მიესალმე რა ცალი ხელით არო ბიჭო საჭიროა კარგი ესე იგი ველოდებით ევაკუატორი მოვა ეხლა მანქანას ავწევთ და დავგაზავთ სულავასკენ ყველაფერი თან გვაქვს გიდრავლიკის ზეთი რელე მცველი ყველაფერი გვიდევს აბსოლუტურად მანქანაში და თინას მანქანით გავყვებით ევაკუატორს რა დანარჩენი არაფერი არაა ვაფშე საჭირო ერთადერთი ის დარჩა რომ გიომ მოიცალოს მანქანა არის ესენ მდგომარეობაში დიდი ხანი არის გამირეცხი არაფერი საერთოდ და ესე გამოიყურება არა მაინც ძალიან სექსუალურია ყველა დამეთანხმებით მაგრამ მე არ მომწონს რომ გაფუჭებული აკრას გამოსარეცხი იყო ეს ზეთიც არც შემიცვლია რაც მყავს ზეთიც გამოირეცხება ადაპტაციასაც გაივლის აი მთავარია ეხლა რომ ჩავიყვანთ გიოს როდის ეცლება რომ დავაყენოთ მოკლედ მე თინას მანქანით გავივლით Shell House-ში შევცვლით ზეთს იმიტომ რომ ზეთი არ შემიცვლია რაც ჩამოვიდა და ნელ-ნელა ვიდეოში ნახავთ ყველაფერს ბევრი რო არ ვილაპარაკო ვეჭველი თქვენ მაქამდე დაჩის არხზე გადადით და ეს სუპრიანი ბიჭი გამოიწერეთ მურთოს ვანახებ ჩვენს ვინტილატორს როგორც მურთომ თქვა თქვენს გაჩვენებთ ხალხო ეს არის ჩვენი მიშიმოტოს გაგრილება დღის შუქზე არ გინახავთ ძრავი გაზიზინებულია ლევანმა გააზიზინა ერთადერთი აი აქ აქვს ნაქცევი და დაჩი ამის იმას ხო ვერ წავიღებთ საიდან მე მაგ ხუფის იმას სალმიქს ხო იმიტომ რომ გაზდის აი აქედან გაზდის ხალხო და წინაზე გიო მითხრა რომ აი ესეც ნახეთ შლანგი არის გადაბმული რა და მაქედანაც გაზდის და სხვა რამე ხო ვერ წავიღოთ მაქსისკის ეგეც შეიძლება მოკლედ რო ჩაუყვანთ ახლა გიოს გვეტყვის ზუსტად რა როგორ რანაირად რა შეიძლება რომ დავითრიოთ და კაროჩე რა ყველაფერს გვეტყვის და დალში ყველაფერი იქნება წავედით
ჩვენი ნასოსი ხალხო, ეს არის SMG-ს ნასოსი, რომელიც ახალი ღირს $4,800. ხო და რავი, სხვაზე არც გამიგია, ბუბუს კონდა ერთადერთი ეს და ისიც რავი, ისე ჯიგრულად მომცა, რომ რავი, მართლა ძალიან დიდი მადლობა მაგ ბიჭებს ყურადღებისთვის რა. გენაცვალე ზურგის გარის უმეზღვაურებს. გენაცვალე დიდას გეფიცები ხალხო, ისეთი ამინდია. გამოცხადებული კი იყო, მაგრამ ჩვენ სინოპტიკოსებს მე ესე ძალიან წარმოვიდგინოთ, რომ იმენა ბარდნის. თითქმის მოვედით ხალხო. გიოს გადასახლებთან ვართ. ევაკუატორი ალბათ ჩვენს უკან მიდის. ნახდათ რომ გაჩერებული ვიყავით გალფზე. ჰოთ-დოგები გვინდა და წაგვეღო და არ იყო. ამიტომ გავაგრძელეთ გზამ და გიოს გადასახლებთან ვართ, შეიძლება გაგვასწრო კიდეც. ჩამოღების პროცესს განახებთ და იქ რაღაცებს წავიჭორავთ და რა იქნება, როგორ იქნება, როდის იქნება, ყველაფერს გაგაგებინებთ. მაგამდე გადავიდეთ უოჭველი დაჩის არხი გამოიწერეთ ხალხო. 10,000 გამომწერზე თუ ავიყვანთ ამ ვიდეოთი. Короче, რამე ძალიან ძერს კოლაპს მოვხოდავთ დაჩის არხზე. მოვედი, რა ძაღლი გამოგეკიდეობი. შენ ბიჭო, სულელი ხوار ხარ, რა ძაღლი. აუ, რა მაგარი დებილი ხარ. მოვედით ხალხო. მურთო გამოიქცა, იმიტომ რომ გიოს ძაღლები მოსდევენ. ესე იგი, ჩამოვიღებთ ახლა მანქანას. გიოსთან შევალჯერ და დაგელაპარაკებით რა. გადაიღე რო გაუხარ და სახეზე გადაუღე. აი, ნახეთ როგორ უხარია. საჩამოოს მევინოთ გიო. არ იქოქება მანქანა. ნეიტრალში არის რა. ანუ გავაგორებ ჩვეულებრივ. ესე იგი, გამოწევს ახლა M6 და სავარაუდოდ მან დავაყენებ ჩემს მანქანას რა. არა. ანუ ეს ვიდეოში მოვასმენინეთ უკვე, კარგია. მოლოიდია. აუ რა კაი ხმა, ბიჭო. დედას გეფიცები სულ ტელეფონზე ლაპარაკობს. აი, ჯეოსელს რო ყავდა ერთი პერიოდი, კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს, იმენა ეგ არის. აქ ვერ შემოვა. იქ ზადნით უნდა ჩამოვასმევინოთ და შემოვაგოროთ. წინ მიაყენე და ზადნით რო ესე ჩამოვსვათ, ა? ისეკენი რომ აი აქ ესე დავსვათ, რომ ზადნით ტრაკი იქით კონდეს. ხო. ავედით რა. ჩამოვსვათ, გაყურებინებთ მაგასაც, თორე გაგვეყინა დაჩი. ავაჩუქებ ლეკვებს. 12 ცალი არის ხალხო. არიან სადღაც 10 დღის. 1-2-3 კვირა კიდე რომ კარგად ჭამონ და მოჯობინდნენ და 10 დღის არიან, დღეს არის 20. რო იცოდეთ, ეს ვიდეო შეიძლება დაიდოს, რავი, როდის და შეიძლება ეს ვიდეო დაიდოს, ლეკვები გაჩუქებული მყავდეს უკვე ხო? ხო და 12 ცალი ლეკვი არის და ვინც აქვე ცხოვრობთ, რა ვიცი, ვისაც ეზო გაქვთ ისედაც. აიყვანეთ. ნუ სოდოები არიან თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მოულის და გარეთ არ გადააგდეს, მაგრამ სოდო უფრო თვითონაა ხა ამდენი ლეკვი მართლა ამ იმაში გარაჟში. Короче რა. ხო და ვისაც საშუალება გაქვთ, თითო ლეკვი წაიყვანეთ სოფელში ან იმაში. გაგისწორდებათ რა ეზოში იქნებიან. მაგამდე აგერ 2-დან 0 ტვინტურბო, როგორც ყოველთვის ხელოსანთან არის. Короче, ამ ძრავებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. და მე არ ვიცოდი რომ ეს 328-ს და 330 არ ვიცოდი რომ B ძრავი იყო უკვე B46 და ის უფრო ნაკლები პრობლემითაა ხო გიო? ის ბევრად გამძლე ძრავი არის რა. ასე რომ ანუ არჩევა სანამ გააკეთებთ 328-ს და 330-ს შორის თურმე დიდი სხვაობა არის, იმიტომ რომ ძრავები სხვადასხვა არის და B46 ჯობს. მით უმეტეს ვისაც რაღაც დანასტრო იკება და რაღაცები ჩალიჩი გინდათ პროგრამული ჩარავები, ჯობს რომ B46 იყიდოთ 330. ესე იგი, ხალხო დღეს გიოს არც ცალია, ხვალს ეგ დაურეკავთ, ჩამოვალთ, ნახავთ რა ჭირს, როგორ ჭირს, ჯერ კოლექტორი ამოსაღები, კოლექტორის ქვეშ არის რა. კოლექტორს ამოვიღებთ, ნახავთ გიოს როცა იცლება, ჩამოვაკითხავთ და ამ ვიდეოს გაგრძელებას ნახავთ, შეიძლება ჯერ Shell House-ში გავიაროთ, Shell-ის სახლში, შეგახსენებთ ფაზაკლება გექნებათ პრომოკოდი AKEPSTAR-ით, საიტზე AKEPSTAR-ს წერთ, 10% აკლდება და თუ მიხვალთ, უთხარით ბექასგან ხართ, ან აკებასგან ხართ და 10% დააკლდება ფაზაკლებულებზეც. ესე იგი, ხალხო. მე და მინი ვართ და მივდივართ სულავასთან მივდივართ, იმიტომ რომ 4 დღე ან 5 დღეა მანქანა იქ არის და წესით დღეს უნდა დავიწყოთ. ხო და
სანამ მივალთ, მაგამდე გაჩვენებთ მინის, იმიტომ რომ უნდა და ძალიან კამერაში გამოჩენა და მეუბნებოდა რომ გთხოვო როგორმე იქნება ვიდეოში ჩამსო. Короче, წავედით და სანამ მივალთ სულავასთან, მაგამდე ყავა გვინდა და ყავაზე გავივლით კოფეზე რა. კოფიშოპში. გამარჯობა. ახლა ვიმყოფებით საჰესში. და მანქანა ტახტის ისეთი გზები. ძალიან კარგი გზები. გაგა დისკორდშია. გაგა დისკორდია დე. საჰესე ლოკალო რადით გულახარ. მოვედით. ხალხო და ეხლა შევხედოთ ჩემი მანქანა როგორ საყვალად გდია. ძალიან კარი არის პროსტა რა. აუ, ჩემი მანქანა მაგარი გადაკლეტილია. კიო, წინაზე ვაჩვენეთ ეს, არ გუჩვენებია ეს 60. აუ. ეს M3-ზე შეახედე გიო, თორე შეგასკდები. ნახე, ჩემი პატარა ბიჭო, როგორ საწყლადაა, უყურე. ჩემი პატარა. დააფიქსირე, ეს კადრები უნდა დააფიქსირდეთ ეს. ფეჭთან ზივა, ხო ხედავ? მიდი რა, მოვშალოთ ერთი რა, ჭირს. იო, წამოდი ახლა. კარგად გაქვს ფეხი, უკვე ყველაფერი შეგიძლია. სო ესეზიან. წვანან უბრალოდ. ამათი ისა, ციდენია ეს. ეხლა დაგათვალიერებინებთ V8-ს. თქვენთვის ყველასთვის საყვარელ V8-ს. წამოდი ვანახოთ ნამდვილი მანქანა. ნამდვილი მონსტრი. დაიგემეთ სილამაზე. ეს არის BMW-ში ალბათ ერთ-ერთი BMW-ს მოყვარულის ყველაზე საყვარელი ძრავი და ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში. შეგიძლიათ იყიდოთ და შეიქმნათ უამრავი პრობლემა. თუ წყნარი ცხოვრება გაქვთ და გჭირდებათ ბევრი პრობლემა, შეგიძლიათ იყიდოთ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. თუ დროულად ჩაუტარებთ სერვისს, რაც ძალიან ძვირი ჯდება და ქალაქში საცობებში არ ივლით, იმიტომ რომ SMG-ს ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ ქალაქის საცობები არ უყვარს. ჩვენიურად მოიხმართ დადიან, ძალიან ბევრი წლები აყავთ და წლები ახმარობენ. ძალიან მაგარი მანქანა აქვს, გიჟდები ამ მანქანაზე. მაგრამ ძალიან ბევრი ფული ჭირდება რა. საშუალება უნდა გქონდეს, რომ შეინახო. თუ ყავს, ისე არ უნდა იარო, რომ ვერ დაასერვისო ხოლმე და ეს არაა ის მანქანა, რომელიც 50000 კილომეტრში ერთხელ უნდა დაასერვისო რა. ხშირი სერვისი ჭირდება. კიდე რა გვაქვს? ეს არის ძალიან მაგარი მანქანა. კიდე თუ არის ღია გავაღებ კაპოტს და გაჩვენებთ ამასაც. კი, და ვაჩვენოთ, ეს არის ალპინა ხალხო. ალპინა B7 ძრავით არის წესით. არ გაიგო? რატო არ გაიგო? ოპ. ალპინა B7 სუპერჩარჯედი. ესეც ახალი მე7 სერია, ახალი არა, უпроსტოდ. E38-ის შემდეგი მოდელი. B7. ალპინას ძალიან მაგარი მანქანები ყავს. კიდე რა ყავს აქ? ისეთი არაფერი. ეს M6 კეთდება. ეს ფანზი M3 დგას დიდი ხანია. აქ ყავს წინაზე ფოტოში დაინახეს და მაინც ვაჩვენოთ. M6 დინანი არ არის მე მგონი და მეორე M6 და M5E34 გიო. M5E34-იც ვაჩვენოთ, რომელიც არის პროპელერებზე. ძალიან მაგარია. აი დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა ეს მანქანა და არასდროს არ გავყიდიდი. ისეთი მაგარი მანქანაა. ოპანა. და ოპა. ესეც M5-ის ძრავი. 3 და 6 ძრავით გამოდის და 3 და 8 ძრავით გამოდის M5E34. რო იცოდეთ. 2 ძრავით გამოდის. მე მგონი ევროპულში და ამერიკულშია განსხვავება. ზუსტად ვერ გეტყვით. ესე ზუსტად ვერ ვერკვევი, ასე რომ შევსისინდეთ სახელოსნოში რა. ვეუბნები დაუშლი მეთქი ხალხო, ფეხის ტკივა, ვეუბნები დაუშლი თქო და შემშვენი კოლექტორი და ხოლმე მითხრას, როგორ? მე არ ვიცი. ამო. აბა თუ არ იცი რა უნდა მოხსნა, ვერ მოხსნა. როგორ ვერ მოვხსნი? აი რა. სულ დაუშლი ყველაფერს მანდ. აი ზაღლები გეძახიან, აი. არ დავტოვებ არაფერს.
რამ ხელები გაზდილან, ბიჭო, დადიან. ამას შეხედი როგორ დგას. ჩადი. ესე იგი ხალხო, ხვალისთვის მოვალთ შუა დღეს და შუა დღეს დაიწყებს რა. ხვალ ექიმთანაა გიო ჩაწერილი და ექიმიდან მოვალ 2 საათზეო და 2 საათზე ან 3 საათზე დავიწყებთ დაშლას და ხვალ გაჩვენებთ ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს ვერც ესწრება და ვერაფერი რა. ასე რომ ხვალ დავიწყოთ დაშლა. და მითხალხო, ესე იგი მე გაგა გიო ეს არ მშორდება, კარგი. მე გაგა გიო და ლევი ვართ. გიოს მანქანით მივდივართ სულავასკენ და უნდა დავიწყოთ დღეს მანქანა წესით. გიო დღეს საქმეები ქონდა, არიცალა ცოტა გვიანია, უკვე 4 საათია რა, მაგრამ წესით დღესვე მოვგვარდებით, ნახოთ რა იქნება. სულავასთან რომ მივართ, უკვე იქიდან დავიწყებ გადაღებას. გიო, შენი მანქანა ვაჩვენოთ რა დააკეთო, უცბად დაათვალიერებინე, მე წავედი ძალიან ცივო. წინიდანაც რა გიო, წინა კადრებიც აიღე რა. აუ რა, კარგი ნომერი გაქვს. ეხა ზემოდან მამფო რა მოაგდე იყიდება 13,000 დოლარი. არ იყიდება, არა ხალხო, რო იცოდეთ, ყვილა არ დაწეროთ, ხო არა ყიდიც მოვდა რაღაცეები. ეს არის ჯეკო, ყველაზე საყვარელი. მოდი აქ, მოდი მოგეფერო შენ. მოდი მოგეფერო. ძალიან საყვარელია. წავედით. ხედე მოწყენილია უჩემო, დუყურე პროსტა როგორ იყურება. როგორ იყურება, ნახე ბიჭო, საწყლად თავისთვის. აი რა. ჯერ არ მივალ. ვაწვალებ. ხახო, გიო აპირებს მაგალის გაკეთებაზე ისე და რავი, რას აპირებს არ ვიცი. გიო იყო დოქტორთან და ეხა დოქტორი მივიდა მანქანასთან. აი ბიჭო, აქ იდე კაი ხალხო გიო წამოყვა დედასპიცაურ და რო იღებს და ბიჭები წამოვიდნენ, თორე წარმოიდგენთ იქიდან მანქანა სადაც იდგა, გარეთ გავიყვანეთ ცხვირით, ვაწვებოდით, რულავოიც ხო არ მუშაობს, ვერ გქონავთ. გარეთ გავიყვანეთ, მოვატრიალეთ, მიწოლით და უკან შემოვიყვანეთ. აი დედასპიცაურ ისე დავიღალე, არ ვიცი. იდე კაი ბიჭები წამოვიდნენ, თორე არ ვიცი. აქ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ კედელია აქეთ რა. და ქარი არ უბერავს, თორე სასწაული ქარია და ანუ იმენა ვერ მიუდგებოდა რა, ძალიან ყინავს მართლა. ასე რომ ეხა ნელ-ნელა დავიწყებ და გაჩვენებთ ყველაფერს. იმედია ხმაც ისმის. კოჭლი კაცი პლუს 100 წამლით ექიმთან ნამყოფი, ნახევრად გაგუდული, თქვენ გამო დედას გეფიცები. აი თქვენ გამოვაწუხებ მართლა, ოღონდ დღეს ვთხოვე რომ იქნებ როგორმე გადავიღოთ მეთქი რომ დასადები მაქვს ვიდეო თქო და ღმერთზე გეფიცები, ფეხზე ვერ დადი, შეხედეთ. გიო ძალიან ბევრი გულები რა, გულები და კოცნები. დასაშლელი ეხა ეს მხარე, რასპორკარი მოსახსნელი, კოლექტორია მოსახსნელი და კოლექტორის ქვეშ არის ნასოსი. არხი გამოიწერეთ ხალხო და დაალაიქეთ ვიდეო უეჭველი, მეტი мотиваციისთვის. შელჰაუსში მისვლა არ დაგავიწყდეთ, ჩემი პრომოკოდით აკებსტარით, აკებას განვართ, ბექას განვართ, უთხარით 10% დააკლდება ნებისმიერ პროდუქტს. მოგაქცევენ ყურადღებას გადაყვებიან თან. აგერ ადამიანი 100 კინკილით დადის, კასტილებს შეხედეთ, მიყუდებული. მიდის კოლექტორის მოხსნის პროცესს. გოფრა და შემშვები ჰაერის ფილტრი მოხსენით, ანუ შემშვები კოლექტორი. და ეხლა ეს ხომ თავი კოლექტორია დროსალებზე რაც. შემშვები კოლექტორი ეს არის? და აქ გოფრა და ის რაზეც ფილტრი აყენია? ეგეც ხო? ხო მაგის ნაწილია. ეს არის აი რავი, ყველა BMW-ს ჭირი არის ეს და არის აი საზიზღარ მდგომარეობაში. გიდრაულიკის ეს ზეთი რაშიც დგება რა ეს ბაჩოკი. ყველა რავი, BMW-ზე არ მინახავს რო არ უშვებდეს ეგ და მაგასაც რამე უნდა უშველო რა, იმიტომ რომ სულ ზეთიანია და მაგასაც შევცვლი მე. ეს ის ჩვენი ნასოსი ხალხო, აგერ არის ნასოსი და ამან დაწვა ყველაფერი. ამან დაწვა ცველი 40-იანი, რომელიც რა მთელი ინტერნეტი გადავქეკეთ მე და გიომ და საბოლოო ჯამში ვნახეთ ის, რომ 40-იან ცველს
წვავს ეს, ნუ ან ზამეკანია უნდა ქონდეს ძალიან დიდი ისევ ნასოს, ან წვავს კონკრეტულად ნასოსის დაწვა რა. მოვაგიო და გავაგზავნოთ. ესე ჩვენი 6 დროსელი. 6 ცილინდრი და 6 დროსელი აქვს. E46, M3, E54 ძრავს. ესეც ჩვენი ნასოს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბუბუს და ბიჭებს ყურადღებისთვის. ბუბუ თემქაზე რომელიც არის იმაზეა საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს რა. იმიტომ რომ ეხლა მართლა არ მქონდა იმის საშუალება რომ ეს მეყიდა და რაღაცები მეჩალიჩა და ბიჭებმა კაროჩე დროებით გვიჯიგრეს. ცხვირიდან არის მოხსნილი კი გითხარი და 80,000-ია გარბენი თემქაზე არიან ეგ ბიჭები. ძალიან ბევრი ნაწილები აქვს და ვისაც რამე დაგჭირდებათ კი შეგიძლიათ შეაწუხოთ. პოლიციის გადასწრული არიან ზუსტად. გიო ხო თან გადაყვა ტრამვირებულზეც, მაგრამ ლევანი აი არ ვიცი რა. დიდას გეფიცე. რაც რთული საქმეა ლევან ხო შენ გაკეთებინებს. მითხარი პროსტა. ყველაფერი. რა ღმერთიშის და იმიტომაც არის სალიფერი. ლევან ეხა რეალურად ნასოსი რომ მოიხსნება. ზეთი ხო დაიხლება ამის? ხომ თლიანად იხსნება, კაც ხო? ხო? დაიხლება. ხო და კაგრას ზეთიც გვაქვს შევწვით. მე ზეთი შეცვლა მინდოდა, ო იმენა ბაბაია გავარ. მოხსნეს ლევანი და გავაგზავნოთ მერე გადაღება შეგიძლია ბიჭები რო გამიკონტროლო გიო რა თუ შეგიძლია მოიცადე კაპან გამარჯობა როგორი გაუხახული ცოტა რა წარბები მაგას აკეთებენ როგორ შეაფასებდი გაგა BMW-ს ზოგადად BMW-ს ბიჭო ყლევა რა ჩვენ ვიმოდრავით გიო რა წეროვანი შემოვიდა კი მომპარეს მანქანა და მოტყნე ბიჭები შეიძლება პერედოკი რაღაცა ჩამოვარდნი გიოსაც რო გადავღოთ წარბებია გიოსაც გასაკეთებელი და მაგიტო გაიგო მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრეშიანია. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 სამბერი 26%-თან. ხო გადადი შიგინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ? ყველა ხო ეგრე ხარ დარწმუნებული ვარ რაღაც მანქანას რო იყიდით ხო მე სული მანქანის ვიდეოებს უყურებთ რა გაინტერესებთ ყველაფერი. თუ რამე M3 არსებობს აი დედამიწაზე თუ რამეს უვლია და ერთი დღის დადებული რო 12 ნახვა რო არავის რო ნახე 10 გამომსაირო ყავს ყველას ვიდეო ნახე მაქვს ვაფშე აი თუ რამე უფუჭდება თუ რამე ანთებს რატო ანთებს ყველაფერი ნახე მიკროფონში არ შედის ხო არა აი ხა შევა განახებთ ახლა ნასოს. გიო ნასოს რო ამოვიღოთ, მაშინაც არ შეეტყობა არაფერი. რო დაშლი მე შეეტყობა. რო დაშლი ანუ შიგნიდან რო აქ რაღაცა ხო რითი? ეს შავი არის ელექტრონასოსი. იქნება და გაუყავის ნასოსი. ის ნასოსი უკანეს. ჩვენი ახალი ნასო. ძალიან კარგია და Facebook-ზე უნდა დავდო ნასოსთან. აქამდე პომპასთან ერთად დავდივდი ხოლმე ფოტოებს. სკელი სილიკონია, რომელიც არ ატარებს დენს. ანუ ნახეთ, აი ეს იწვის, ანუ დენზე ერთდება, ეს იწვის და აი ნახეთ, ანუ სადაც სიტყვაზე იზოლენტით ვერ მიუდგებით, ხმება. ხო, ლევან და პლასმასივით ხდება ეს. კი. ნახეთ როგორ გახმა? გიო აჩვენე. აი აგერ. ჩამოიყონ. X-ი? გიოს გვინდა რომ მინახეთ. წამო რა X-ი ვაჩვენოთ გიგას. ჩამოვიდა, მაგრამ მე შედა და მე დავით.
ხე რა უნდა მუსიკაცი. გარბენს არ შეჭირო ბრო. შეიძლება სულაც გახდეს. ბევრი აქ? ბევრი? აუ რა მაგარი როჟატო. X6 არ მევასწრებ, მაგრამ ემი ძალიან დონეა რა. მოდი აბა გიორგი ჩავიხედო სალონში, მოდი შენ ჩაიხედე ოპერატორმენი ხარ. გარბენიო არ მინახო, აუ რა ლამაზისა. დაჯექი? 40000 კილომეტრით არის ბიჭო. რას მელაპარიკები, აუ რა კაი სალონი აქვს. ესე იგი დაიქო კამანქანა და გიოს შემოყავს, მაგრამ სიჩქარეში წაღანი არ ვარდებოდა. ნახოთ. მე 6-ში ვარდება, წესით ავარიულში უნდა იყოს რა. ეხლა ხო ამას ის დაჭირდება. რაში უკაკი არა, რა ქვია და მოვიწყდა. რაღაც ჩაწერა ხო უნდა ამას რა წესით, რავი. ხო და ნახოთ. რაღაცები დაჭირდება წესით, პროსტა ესე არ იმას იზავს. ვერ გაივლის. განახებთ რა ნელ-ნელა. მეც და მინის არ უნდა გამოიჩინა და რა. გორია მანქანის კეთება. აუ ძალიან საშინელებაა. ხო არ გიშევთ არავის. და ამ სიცივეში აი პროსტა ხო არ ღირს არაფრად. ძალიან ძნელია. ეხა ვიდეოს რო უყურებთ, რო მარტივად თბილად რო ზიხართ, აი წეგა ლაპარაკობთ იმაზე, ნიკოლაიზე რა. რო აი ყინვაში რო იხდის და ვიდას გეფიცები, აი ეხლა გარეთ რო ვიდექით ჩვენ და გავიხადო და წყალში ჩავიდეთ ყინულში, შეიძლება არ ვიცი. გულმა დამარხას. მოკლედ შემოვიყვანეთ შიგნით. მანქანა და ნელ-ნელა დაიწყება აზბორვა, გაკეთება. აზბობის პროცესი. გიო წეგამ თქვი რომ იმაშია თქო რა, ავარიულში და ავარიულშია ხო რეალურად? თუ არა? ზეთი აკლია, ეხლა რომ დავაყენოთ რეზერვუარს, მე დაემატება ზეთი, ხო? ზემოდან ყველაფერი დაყენება, აიწყობა და მე დაემატება ზეთი და მე დაჭირდება გიო დაპროგრამება ამ იმას, ხო? ნასოს სწავლება. თორე ჯერ ანუ ახალგაზრდა არა იაპონური მანქანიდან მოიხსნა ხალხო და არ იცის ნორმალურად სიარული რა. ბიჭები კი გაგვეყენიან აქეთ რა. უცბად განახებთ ეხა. ვისი ბრალია მე? ჰა? ატარე დათვი. ვისი ბრალია? ვისი ბრალია ბიჭები გაგეყინე. ძალიან კი ხარ მოუწვინდოთ ნაჭრით. ძალიან გაუბედურებულია. გიო, მოდი შენ დაიჭირე ეს. თან აღარ გციო. ნაჭერი მომე რამე რა. ლევან. რამე ნაჭერი სად არის რომ მოუწვინდო? რეზინები რო გავწვინდო. მითხარი ავიღებ. ეს არ მაცდის მუშაობას. ხო აინტერესებს, თორე მე ხო იცი დავждებოდი პეჭთან, ხო და დაჯექი პეჭთან. მიხარი და საკეთე. რა შევიდა კომპიუტერი თუ და წავიკითხოთ და დავაჰაეროთ, სწავლება გავუკეთოთ, თუ ყველაფერი კარგად არის, რომ მე ავაწყო. ეხლა რომ ავაწყო ყველაფერი და არამე პრობლემა მქონდა, ვერ თავიდან დასაშლელი. კომპიუტერზე დაგვიწერს, რამე პრობლემა. So, კომპიუტერზეც განახებთ ხალხო, რას დაწერს, როგორ დაწერს, რა იქნება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არაფერი არ აჭირდება. ისეთი მანქანიდან იყო მოხსნილი, რომელიც გიოს გაკეთებულია თან და თან იდეალური მანქანა იყო.
ასე რომ არაფერი არ უნდა ჭირდეს საერთოდ. პროგრამულად კეთდება დაჰაერება ხალხო და ეხა ნახე რეებს შუა. გამაზე აღარ აღარ იზავს? თავის პროცედურა აქვს, просто ეგ დაემთხვა. თავის პროცედურა აქვს, просто ეგ დაემთხვაო რა. ანუ ხალხო რაღაც ხმებს გამოსცემდა, თითქოს შიგნით სექსი აქვს რაღაცას. თითქოს აქ კოლექტორში ვიღაცა სექსი ქონდა, რაღაც ეგეთ ხმები იყო. აი. ხურეთ? ეხა იზავს. მეორე თალიაზე მიდის უკვე. ნახე? ეხა დააკაჭავებს. ახალი ტექნოლოგიები მოეწყო. ყველაფერს შვებიან ძმაო, რა ვიცი. კომპიუტერი თუ შვებდა რა. გიო, შენ არაფერს არ ეტყვი. გიოს არაფერს გვარო უნდა. გიო, ხო მარტის მოწმობის გამოცდილება. წარმატებები რო გისურვო, გიო. და ვიდეო. მიდი რა. აჰა, რა მოხდენი? ვერ ჩავაბარებ. ვერ ჩააბარებ? შენ ხო ვერ უბერავ, რას ვერ ჩააბარებ? ჩაო. შემდეგ ვიდეოში რომ მართვის მოწმობას აჩვენებ უთხარი ხალხს. ვაჩვენებ. და შენიც ეკლასით რომ ვიკატავებთ. ლაიქ. ესე იგი სწავლებას გადის SMG. ხო და ეხლა ვნახავთ სწავლებას რო გაივლის, რამე პრობლემა აქვს თუ არა და რამე პრობლემა აღმოჩნდება თუ არა. ჰაერები აღარ აქვს. აი აქ როგორც იყო, ძალიან კი ნახეთ, ჰაერები აღარ აქვს არანაირი. ხო და ნახოთ რა იქნება თქვენს გაჩვენებთ რო გაივლის სწავლებას. მიდან არ თვევინებს გიო სიჩქარეებს და აქ მერე იცვლება სიჩქარეები. ანუ მექანიკურად ჩათვალ პროგრამულად უფრო სწორედ რა. მე-6 და ნეიტრალი. ანუ ამით გიო ვიგებთ რომ ყველაფერი მუშაობს? რა ხდება და კარობკამ ადაპტაცია ვერ გაიარა. სადღაც კიდევ ერთხელ. ო კარობკამ ადაპტაცია ვერ გაიარაო. ვერ გაიარა. ასალოცი ამბავი არ გვაქვს. სკამზე დაჯექი. კაი, მითხარი მე. კიდევ ერთხელ ვცადოთ თუ არა გაიარა კიდე სწავლება კარობკა მოსახსნები. და? და სანახავი ეგ რა არის დაზიანებული. აი აქ მესამეს მერე აღარ აგრძელებთ. ეს ადაპტაციას რო გადის აქ, რავი, აღარ აგრძელებ და რამდენჯერაც მესამეზე მივიდე. ნახოთ მოკლედ რა. იმედია გადავრჩებით. იმედია გადავრჩებით. ესე იგი კიდე ერთხელ რაც ჩავრთეთ, ის ტესტიც ვერ გაიარა. ეხლა რაც შევით. კიდე რაღაცები დავცვალ. კიდე რაღაცების ცდის იმედად ვართ, იმედი მაქვს რომ იზევს. ნახოთ. კიდევ ერთხელ დავაჰაერო. რა დაწერა გიო? კიდევ ერთხელ დავაჰაეროთ. მაგრამ დაწერა გადახრეს. დაწერა უკან კარობკაზე უყენია სენსორი, რომელიც სიჩქარეებში აგდებს რა. უყურებს რომელ სიჩქარეშია ჩაგდებული. მაგას წერს. მაგას კიდევ წერს. ერთხელ დაჰაერება გავუკეთოთ სისტემას და კიდევ ვცადოთ თუ არა და თუ არა და სენსორი არის. თუ არა და სენსორია საჭირო თუ ანუ რა პრობლემა 15 წუთიან ადაპტაციას გადიოდა და მოკლედ დარჩენილი არის წუთი და 23. როგორი არის შენი 1 წუთი? მომეკითხა. ესეთი, არ ვიცი. მომავალი არ ვიცი. ზოგადად ესე ხდება რა, ერთი პრობლემა რომ დაიწყება რაღაცის, მერე მიყვება და მიყვება სხვადასხვა რაღაცებს აფუჭებს რა. 50 წამი წამზომი ჩაირთო გიო? კარგი აითვალე. გაიარე რა. თვალები დახუჭე და მეკითხე. გაწითლდება ხა ეკრანი. მოყონა. ჩემი მინუსებში გადავიდა. მარე იყო. გიო რა ხდება? მითხარი წამებს ვიტვლიდი და მინუსებში გადავიდა. ჩადე რა. მორჩება თავი. ეს მაგის მერე კიდევ ერთი დაჰაერები მეშინია. სულაერუდები.
ყოილა ელოდებია გია. იცი როგორ მოვჩეთ ვიდეოს წავსენიოს. გიო ვიძახის მწვანე კაის ნიშანია, ოღონდ მინი. ეგ ნიშნავს რომ დახაერება გაიარდა. ხა. ეგ მწვანე ნიშანი მაგას ნიშნავს. დალაიქით მაგამდე. 10000 ლაიქსი ავიდეთ და შელჰაუს ესტუმრეთ, ჩემი სახელით 10% დააკლდება, ჩემი სახელით თუ მიხვალთ. შეცვლა უფასოა, აღწერაში იქნება ნომერიც, შეგიძლია საიტიდანაც დაჯავშნოთ. რაც შეეხება დაჯავშნას, რო იცოდეთ რა, საიტზე შეკვეთა არ ხდება და მოტანა, საიტზე ხდება უბრალოდ დაჯავშნა. უთითებთ ნომერს, ყველაფერს აბსოლუტურად და გადადებენ ზეთს და მიხვალთ თქვენ და დაჯავშნით გამოვართმევთ რა. საიტზე აკეპსტარი დიდიასობით არის პრომოკოდი, რომელიც დააკლებს 10%-ს შეძენის შემთხვევაში. ჩავიდა საკაიფოთ, ეხა ან მოდის. აქ აი აქ. ჩავიდა საკაიფოდ. ნახოთ რა იქნება. ავარი სიტუაცია შეიქნება. მაგამდე თქვენ დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და მანქანის ინსტაგრამი და ჩემი ინსტაგრამი აღწერაში იქნება. მისამართი, რაც შეეხება მისამართს, ყველაფრის მისამართი ეწერება აღწერაში და კითხვები საჭირო აღარა, ლეკვები დარჩენილი არის, კიდე რამოდენიმე რაც წინა ვიდეოში გაჩვენეთ და შეგიძლიათ გიოს Facebook-ზე მიწეროთ. გამარჯობა გიო, ძრავი მაქვს დასტოკული, შეგიძლია ამიწყო და ერთი ლეკვი მაჩუქო. გიო გეტყვის, არა ძმა, არ ძალიან 1-2 თვე. მოდი. ჩამოვიდა ბათუმიდან ხალხო. და გადაიღე. იღებ. დედას გეფიზებ პლასტექსა ჩამოვიდა ბათუმიდან. აი, თხოვთ, მითხარით ვინც პირველად ხედავთ ლევის. პლასტექსას ხო ძალიან გავს. ვისაც ნუ პლასტექსა ნანახი გაქვს, სტრიმზე ნანახი გეყოლებათ. ტიპი ბიჭო ძალიან გავს. გახრეტის გარეში არის რომ. თან ლევი არა მომს გავხრიტაო. აუ გაკეთება კომენტარებში ყველას გვაგი. აი ეს ტიპი რო იკეთებს სათვალეს ხალხო, ეგრე გამეკეთეთ ეს მომენტი. ოპა! რემბო ტელევიზორში რო მაგარია. იმასთან რო დგება, ხო იცი? უძინარდამსაში ფოტოს. რომელი უფრო კაი ტიპია, მე თუ ეს რო იცის. დრო რატო აღარ აწერია გიო? ადაპტაცია ეს თუ დაწერა რა. კაროჩეო, მეო გავიგე. და აიგაზე დავაი ბიჭები, აქედან მოხიეთ მალე სანამ წითლად დავწერეო, ეგრევე ვჯდებით, ესე გადაგვაქ და მივდივართ. ჯინოზე გაზაობა მიდის და მანდ მივდივართ. არა, ვერაფერს ვერ გაიგებ, არაფერს არ გვეუბნება რა უნდა გაიგო. შეხედე, დადგა სათვალე გაიგეთ და დაკოკეთ. კომპიუტერს შეხედე და მიხვდები უკვე რა ხდება. რა ხდება? არაფერი არ ხდება. ანუ, всё. რა არის ასაკინო? დაკოკეთ, მაგალითად გააჯვით. ანუ რა ხდება გიო? ხევანდელი დღე ესე დასრულდა. კაროკაროკაც მოსახსნელი მანქანაზე და ვერ არის მთლად კაი ამბავი. და რა არის ნაწილი მოსატანი? ნახო, ჯერ ან საპლანის ბაჩოკია, ან უკან სენსორი რა. საპლანის ბაჩოკი ის ხო ყველასი მიდისო რომ მიხარ თუ არ მიდის ამაზე ყველასი? ყველასი არის. სამწუხაროდ ყველასი არის. საპლანის ბაჩოკი ან რა თქვი? უკან ამთვრელი სენსორი. სავარაუდოდ თუ ის მანქანა დაშლილი ყავს ბუბულს თუ აქ ნაწილები დარჩენილი კი? მოკლედ. შემოდელი დღე ესე დასრულდა რა. სამწუხაროდ ვერ დავქოქეთ და მანქანით ვერ წავედით როგორც გეგმაში იყო. მაგრამ არა უშავს რამე იქნება რა. პოზიტივი არ დავკარგოთ მთავარია. მორიგი დღე ხალხო, გუშინდელი დღე გინახეთ როგორც დასრულდა. მანქანაზე არ ვიცი რას ვაპირებ, რა იქნება, როგორ იქნება გიოს. დაახლოებით 1 თვე არც ძალია. თან SMG-ს პრობლემები არ ილევა, თან გამექანიკება ძალიან არ მინდა, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ. თქვენს დამიწერეთ კომენტარებში რჩევები, ყველანაირ რჩევას მივიღებ. მაგამდე CHR-ით ვართ თინასი, ეხა შელჰაუს ვესტუმრებით. მივიდეთ ზეთი რაც ჩამოვიდა მანქანა არ შეგვიცვლია ამდენი ხნის ნადგომი არის თან იქ პორტში იმაში ამაში წავიდეთ ზეთი შევცვალოთ გააზიზინებენ მანქანას თან დაგათვალიერებინებთ ბოქს სადაც იცვლება ზეთი შეგახსენებთ რომ ჩემი პრომო კოდით საიტზე დიდი ასოებით აკებს და 10% დააკლდება ყველა პროდუქციას ფასდაკლებულებსაც და
ფასდაუკლებელსაც, ყველას აბსოლუტურად და ადგილზე თუ მეხვალთ ბექასგან ვარ ეტყვით, ან აკებსარისგან ვარ ეტყვით და ადგილზევე დააკლდება 10% ნებისმიერ პროდუქციას, რაც გაგიხარდებათ და რაც იყიდება Shell House-ში. წავედით ახლა ჩაგერთვებით უკვე Shell House-დან. ესე იგი, მოვედით ხალხო Shell House-ში და რატომ მოვედით? ნუ გზაში კი აგიხსენით ყველაფერი, მაგრამ თავიდან გეტყვით. ესე იგი, M3-ზე კინახეთ ვიდეო, სადაც საიძე ჯავშნით ჩემი მანქანისთვის 1060 Shell-ის. ესე იგი, ჯავშნის შემთხვევაში რა ხდება? შედიხართ საიძე, Shell House Georgia, უთითებთ თქვენთვის სასურველ ზეთს, არჩევის შემდეგ უთითებთ თქვენს მეილს, მობილურის ნომერს, მისამართს, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რაში გჭირდებათ ახლა? ამ ყველაფერს იმიტომ უთითებთ, რომ ადგილზე როცა მოხვალთ დაჯავშნილ თქვენს პროდუქტზე, ადგილზე ამ ყველაფერს აჩვენებთ. რომ დაჯავშნილი გაქვთ პროდუქტი. მიწოდება ჯერჯერობით არ ხდება, რაც შეეხება ფილიალებს, რომ ეკითხებოდით ბათუმში თუა, ქუთაისში თუა, ჯერჯერობით შოურუმი არის მხოლოდ თბილისში. ამერიკის საელჩოს გვერდით ზუსტად მისამართი აღწერაში იქნება, ნომერიც აღწერაში იქნება, შეგიძლიათ აღწერაში ნახოთ ყველაფერი. რაც შეეხება შოურუმს, დაგხვდებათ ვიტო და თორნიკე, მოგექცევენ ყურადღებას, რომ მოხვალთ აქ. ყველაფერზე დაგეხმარებიან, მოკლედ. გამარჯობა, ვითომ პირველად ნახე რა. ესე იგი, დაგეხმარებიან ყველაფერზე და რაც შეეხება ფილტრებს, რაღაცებს ვიტო გვეტყვის რა პროდუქტები არის, როგორ არის. ვიტო არ არის მიჩვეული ხალხო, გადაღებებს რაღაცებს და ცოტა მორცხვადაა, მაგრამ რომ მოხვალთ ყველაფერს დაატრიალდება, მოგაქცევთ ყურადღებას. ვიტო გითხარი, რა ზეთი უნდა ჩავასხათ ჩემს მანქანაში CHR-ში რითიც მოვედი და რომელი ფილტრი არის საჭირო და ასე შემდეგ. კატალოგით შემოგაას ეკუთვნის 0.20 სპედაში. ეს არის ფიქრობთ, რომ ილუზიონისტია ხალხო, გამზადებული გქონდა ზეთი და ისე ამოიღო იქ და ფილტრი ეკუთვნის ჩვენ ვაყენებთ ხოლმე მანის ორიგინალ ფილტრებს 78.3. აჰა. მანის ფილტრები კი გეცოდინებათ, რა ყველაზე კარგია. ესე იგი, რამდენი მიდის ზეთი, ეგეც გითხარი? 4 ლიტრი მიდის ზეთი. მოკლედ, ეხლა დავიწყებთ ზეთის შესვლას, გავამზადებთ ჯერ მანქანას, ჯერ მანქანები არიან, ხო შესულავი მე მგონი. პროდუქტს გამოვიტანს ვიტო, რაც გჭირდება და ბოქს გაჩვენებთ, სადაც შევაზიზინებთ მანქანას და გავამზადებთ ჩასასხმელად. ესე იგი, ზეთიც მზად გვაქვს. რამდენი ხნიანი პროცედურა გვაქვს? მაქსიმუმ 15. დავაი, დავიწყეთ. ეხლა განახილეთ ხალხო ზეთის შესვლის პროცესს. შემოვაყენებთ აქ პადიუმნიკებიც არის, პადიუმნიკი როგორაა? ამ წეებიც არის, რო იცოდეთ, რო დაგჭირდეთ. მოხვალთ, შეიძენძეთ და უფასოდ არის შეცვლა, რო იცოდეთ. აგერ ეს ბიჭი დაგეხმარებათ ხოლმე, დაგხვდებათ ეს ახალგაზრდა. ესე იგი, სანამ ზეთი ჩამოიცლება, მაგამდე ოთო გვინახავს ჰაერის ფილტრი თუ გვაქვს შესაძლებელი. შეაცვლელია აუცილებლად. მანახე? ვერიანია ზა. აუ გაუბედურებულია. ჰაერის ფილტრებიც არის. რა თქმა უნდა. მოხვალთ მოკლედ. მემანასგან მე ვიტოსგან მე გავიგე რომ ერიდებათ ხოლმე თქმა, რო იცოდეთ პრომოკოდის და ზოგადად ხსენება. რო იცოდეთ რომ მოხვალთ, ერიდებათ ხოლმე ვიტო მითხრა რომ ერიდებათ ხოლმე თქმა ამ პრომოკოდის რა. თქვით რომ ბექასგან ხართ, აკებასგან ხართ, ნუ მოგერიდებათ 10% დააკლდება. პროექტსაც დაასაპორტებთ მაგით, რო იცოდეთ, იმიტომ რომ ნახავთ აქტიურობას, როგორი აქტიურობა არის ჩემი მხრიდან. ასევე შეგიძლიათ ჰაერის ფილტრით შეამოწმებინოთ ხოლმე რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაინც, ძრავი ამით უმკავს, ძალიან მნიშვნელოვანია თუ გაბიდნული არის და გაუბედურებული არის, აუცილებლად შესვალეთ ხოლმე ესეც. აქვთ ასევე ჰაერის ფილტრები და ყველაფერი აბსოლუტურად. მოკლედ ეს ბიჭები ყველაფერში დაგეხმარებიან რომ მოხვალთ. რას ვაკეთებ? გითხარი, მე დამავიწყდა ჰაერის ფილტრი სალონშიც რომ, მაგრამ ჩემსაც რო წინა აქვს. ამას აქვს იმაში ხელის გლოუბოქსში ხელთქონების კუთხეში. Glowbox-ში აქვს ჰაერის ფილტრი და ვნახავთ ამასაც შევამოწმოთ. ვაიმე ღმერთო შენ მიში. თუ ესეთი ფერია ეს. არა. არაფერია, ჭირს. თუ ესეთი ფერი.
გაუბედურებულია? საშინელ მდგომარეობაში. საშინელებაო. მოკლედ, ესეც შესაძლებელი გვაქვს და ისიც შესაძლებელი გვაქვს, ასე რომ ორივე დაგჭირდება ფილტრი. ორივე ფილტრი არის. კი ბატონო. ბატონი ვიტო დაგვეხმარება, წავიდეთ ახლა. თოკო მოგვიძებნის ახლა ფილტრს. ჰაერის სალონის ფილტრი გვინდა და ასევე ჰაერის ფილტრი გვინდა. ესენი ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო, სუნით შემოაქვს სალონის ფილტრს რა, ვაფშე დამავიწყოთ. ჩემსას უყენია წინ და გრძელი ფილტრი არის. ხო იგივე არის სალონის ფილტრი, კაცო. უბრალოდ ჩემსას წინ უყენია რა. ან ჩემი პრომოკოდით რომ მოხვალთ ხალხო, რეალურად 300 ლარი თუ ღირს ზეთი და დააკლდება ის 10%, ფილტრი მოგივათ. ჩვეულებრივ შეგიძლიათ ფილტრი შეცვალოთ. ძრავის ფილტრი, ან ძრავის ფილტრი ისაც შესაძლებელი გექნებათ, ასე რომ მეორე ფილტრზეც მეორე პრომოკოდი გამოიყენეთ, კიდე იქნება რამოდენიმე პრომოკოდები აქვს, ვიტო პრომოკოდი კიდე და რაღაცეები. მოკლედ, ეს ხო შედის ჩვეულებრივ სერვისში, ზეთი რო იცვლება, ყველაფერი იცვლება ჩვეულებრივ. კი ბატონო. ვასხავთ 0-20. პრომოკოდი არ დაგავიწყეთ, რაც ყველაზე მთავარია რა. 4 ლიტრი მიდის თუ ამაშიც ჩემსაში როგორც ყიდულობ 7 და 6.5 მიდის ზარჩება ეგ. იმენა 4 ლიტრი მიდის, მეტის ყიდვა არ უწევთ, ანუ ჩვენიერია. ფილტრის შესვლის პროცესს სანამ განახებთ, ანუ რა გაზიზინებულია, ვაჩვენოთ, რა გეხვეწები. ყველაფერი აი გეგონება ახალი არის მანქანა. ოღონდ ვაფშე აი ამაზე რასაც ხედავთ, ძრავში ხელი არ მომიკიდია, ესე ჩამოვიდა. იმენა გაზიზინებული ყველაფერი გაწმენდილი ეთყობა ძალიან ულიდნენ რა. ერთადერთი ამერიკელებს უყვართ სალონში ჭამა. და სალონში იყო ნაჭამი. აი ესე ეთყობა ის შორტების ვიდეოები რო გქლებთ, ხო საჭესთან იმას იღებენ და ჭამენ, მუკბანგერებს რო აკეთებენ. აშკარად მუკბანგერი იყო ვიღაც. ფილტრით შევსვალეთ, ჰაერის ფილტრის დაყენდა და ეხლა დავაყენებთ სალონის ფილტრს. ესე იგი, ყველაფერი ლამაზად გაგვიკეთეს კარგად და წამოვიყვანეთ მანქანამ. ეხლა რაც შეეხება ვიდეოს. მოკლედ, მანქანაზე ბევრია საფიქრალი, რა შეიძლება ვქნათ ამ SMG-ზე, როგორ შეგვიძლია ვქნათ. ვნახოთ რა გადაწყდება, როგორ გადაწყდება, ჯერ გიოსაც არც ძალია. შეიძლება თუ დიდი ხანი ვერ მოიცალა გიომ, წავიყვანოთ მანქანა რა ვიცი, სადაც გვირჩევს და სადაც გააკეთებე, რომ ვიდეო ესე 1 თვე და თვენახევარი რო ვარდავდო, ეგრეც არ გამოვა, ხო ხვდებით? ხო და მოკლედ, რას გადავწყვეტ მანქანაზე, არ ვიცი, შეიძლება გამექანიკდეს, შეიძლება SMG დარჩეს და უბრალოდ კაროპკა ჩამოვიღოთ. ვნახოთ რა იქნება რა, მოკლედ გადაცემათა კოლოფს რა ეშველება, შემდეგ ვიდეოში გაიგებთ რა. ეს ვიდეო ამით დასრულებულია, რაც შეეხება Shell House-ს ახლა. ქალბატონებისთვის კარგი ამბავია, 3 მარტიდან 8 მარტამდე რო იცოდეთ, ქალბატონები, ვინც მიხვალთ Shell House-ში, თქვენთვის სპეციალური ფასდაკლება იქნება აბსოლუტურად სრულ პროდუქციაზე რო იცოდეთ რა. ასე რომ, ჩემი პრომოკოდით ცალკე ფასდაკლება გექნებათ, არ მოგერიდოთ, უთხარით ხოლმე პრომოკოდი, რომ ნაკლები თანხა გადაიხადოთ და ცალკე ფასდაკლება გექნებათ ხოლმე, ასევე ხოლმე არა, უпростоრი ცალკე ფასდაკლება გექნებათ, ასევე 3-დან 8 მარტამდე ქალბატონებს. გილოცავთ წინასწარ ქალთა დღეს. არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, მაგრამ აუცილებლად მოესწრება ისე, რომ ეს აქცია გაიგოთ და აქციის შესახებ იცოდეთ. დროებით, შემდეგ ვიდეომდე.